რეგრესული ჰიპნოზი ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანი შედის ტრანსულ მდგომარეობაში და ახერხებს გათიშოს, ასე ვთქვათ, ეგო და ამ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში შეძლოს მან გაიხსენოს მისი წარსული ინკარნაციები, წარსული მდგომარეობები. ხდება გადანაცვლება კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროს, სადაც დევს პასუხი აი ამ კითხვებზე, რისთვისაც მოვიდა ადამიანი. ეს ხომ არ არის უბრალოდ მე დავწექი და გავიხსენე რაღაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დღევანდელი ცხოვრებისთვის. აქ როგორ დამეხმარება. ჩვენ ხო ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე აი ეხლა მე და თქვენ, თქვათ, ჩემი სახელით, ჩემი იდენტობით, ჩემი პროფესიით, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის რაღაცა კონკრეტულად ამ ცხოვრების მახასიათებლები, ჩემი ჭურჭელი, როგორც გამოვიყურები, რომელიც დროებითია, მაგრამ ამის იქით დგას იმხელა სულიერი გამოცდილება, ჩემი სულის გამოცდილება. იმიტომ რომ მე ყოფილ ვარ სხვა სქესის, ვთქვათ, ადამიანი, ყოფილ ვარ სხვა ეპოქებში მიცხოვრია, მგონია სხვა გამოცდილებები. ეს ყველაფერი ჩვენი სულის მეხსიერებაში ინახება.